უბრუნდები მოკლედ გერმანიის ჩემპიონატს, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ და აი რა გეგმები გაქვს, როდის იწყებს სეზონს შენი გუნდი? მე ჩავდივარ 12-ში გერმანიაში 12 ივლისს. პირველი ვარჯიში გვაქვს 14 წელს, ესე ვთქვათ, media days-ს ეძახიან და უკვე იწყება ვარჯიშები 14-დან. და ფაქტობრივად გრძელდება თვენახევარი 2 თვე, სანამ დაიწყება პირველი თამაში. ჯერ იქიდან დავიწყოთ, რა შეგრძნებებია მეორეჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა როგორი იყო, ანუ როგორ გახსენდებათ? პირველად შევაფასებდი იმას, რომ რა თქმა უნდა, 9500 მაყურებელი საქართველოში ძალიან, თქო, მართლა პატივია, იმიტომ რომ თქოს რაღაცა არ ყოფილა მართლა. მე არ მახსოვს, ჩემ დროს ასე რომ ძალიან გამიხარდა მართლა რომ ხალხი მოვიდა და თქოთ გულშემატკივრა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. რაც შეეხება ევროპაზე გასვლას, როგორც ვთქვი, პირველად გავედი ევროპაზე და მაშინაც ძალიან დიდი პატივი არის ჩემთვის და ასე ვთქვათ, პირველი რაღაც მოხდა საქართველოს ისტორიაში და ასევე იმას ავამატებდი, რომ ანუ რადგან მეორეჯერ გავედით, თან ზედიზედ გავედით, მიყოლებით გავედით, ესეც პირველად მოხდა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის, ძალიან ბედნიერი ვარ. და იმედოვნებ რომ ეს თქვა ჩვენ ხალხურთელები ყოველთვის ესე გავახარებთ ქართულ გულშემატკივარს. მოხდით საკმაოდ რთულ ჯგუფში ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე. არ აღიქო მოკლედ ეგრე არ არის ჯგუფი გადაულახავი და აი როგორ გითხრა 1-2 სიტყვით ამ ჯგუფის შესახებ. შევაბადოთ დავიწყოთ ნიდერლანდებიდან. ნიდერლანდები ძალიან კაი გუნდი ყავთ მართლა, ეხლა მოთამაშეებს ვცნობ, თამაშობენ საფრანგეთში, გერმანიაში. ძალიან კარგი, თქვა ძალიან მაგარი მოთამაშეებია, ძალიან მაღალი დონის. ასევე ხორვატიის მოთამაშეები, ასევე შვედები. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანუ ძალიან მარტივად ვთვლი მე რა, ანუ ვისაც არ უნდა თამაშობდე, ვისაც არ უნდა ერთ ჩემპიონატს თამაშობთ, ყველანი ვთამაშობთ ყველა ევროპას. აქ ჩვენ ვიწვალეთ. ძალიან დავიხარჯეთ, აქ მოხვედრილი ყავით და მე არ მაქვს გავსი რაღაცა, რომ აი შეიძლება თქვა ვიმას ვერ მოუგო, რაღაც ვერ დაამარცხო. ჩემთვის ძალიან რაღაცა მივიღებელია და არ მომწონს ხალხი როცა იძახის, რომ აი ეს გუნდი არ ვთქვათ შეუძლებელია ჩვენ რაღაც დავამარცხოთ. ანუ ყოველთვის არის შესაძლებლობა ჩემი აზრით რომ ნებისმიერი გუნდი დაამარცხო. რადგან მართლა უბრალოდ ამ ბიჭებთან მე გავიზარდე, ნებისმიერი თელ ევროპასთან ერთად ვიყავი და საფრანგეთთან მაგალითად საფრანგეთში ვთამაშობდი, მსგავსი მოთამაშეები მანდ არიან ნაკრებებში, ასევე გერმანიაში, რადგან ძალიან ბევრი მოთამაშე არის ხორვატიიდანაც და ასე ვთქვათ შვედეთიდანაც და ვთქვათ ნიდერლანდებიდანაც. ერთ-ერთი ჩემი გუნდელიც არის ახალი, კაისმიცი. ანუ უბრალოდ არანაირი დიდი განსხვავება არის მართლა და მინდა რომ თვითონ ეს პირდაპირ ჩვენ დავიჯეროთ, ჩვენ ბიჭებმა დაიჯერონ და ხალხმა დაიჯეროს. თუ ესეთი რაღაც რომ გერმანიაშიო და საფრანგეთშიო უფრო მისცნობენო და ფოტოებს იღებენო ჩვენთანო ვიდრე საქართველოშიო. აი რამდენად საწყენია რა მოკლედ ეგ. ჩემთვის საწყენია ის რომ საერთოდ ჩემს სპორტს ვერ ცნობენ, ანუ რა სპორტს თამაშობ და ყოველს ხან ჩემი ძველი სკოლის მასწავლებელს ხან გონი ვარ, ზოგადად ჩოგბურთელი ვარ, ხან კალბურთელი ვარ, ხან ფეხბურთელი ვარ, ანუ არავის არ გონი რომ ხელბურთელი ვარ. რა თქმა უნდა ძალიან საწყენია გავსი რაღაცა, მაგრამ ეს გადავაგორე ესე ვთქვათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის რომ უბრალოდ საქართველოს სახელი გავუთქვათ ამ სპორტშიც და საქართველოს შემოვიწაროთ, იმიტომ რომ ჩემი აზრით თუ შედეგი არ იქნება, ეს ვთქვათ ხალხი უფრო ნაკლებად გაგვიხსნობს, როცა შედეგი მოვა, უფრო წამოიწევა ეს სპორტი წინ. ასე რომ ჯობია რომ თავქვე ჩავხაროთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ და იმედი მაქვს რომ ვთქვათ საქართველოს ხელბურთი საქართველოში უფრო და უფრო გავითარდება, რადგან მართლა ძალიან ლამაზი საყურებელი არის უმაღლესი დონის თამაშები და ასევე იმედი მაქვს რომ საქართველოში ვთქვათ ხელბურთის ჩემპიონატი უფრო და უფრო წინ წამოიწევა და ამაში დაეხმარება ფედერაციაც უფრო დიდ წვლილს შეიტანს გავსი მაშინ და მთავრობაც დაგვეხმარება იმის თქოს რომ უფრო და უფრო გავითარდეს ხელბურთი საქართველოში. ევროპის ჩემპიონატზე რო დაუბრუნდეთ, როგორ ფიქრობ რა, აი თქვათ კაპიტანის დანაკლისი როგორი იქნება ჩვენ შემთხვევაში, ან აი ეს ტრამვები თუ იჩენს რა თავს, აი როგორ ფიქრობ მოესწრება თქვათ მომზადება ევროპის ჩემპიონატისთვის ეს ადამიანები დაბრუნდებიან, მოემზადებიან ისე რომ შეძლებენ დაბრუნებას უფასოვნად? ჩემი აზრით არის საქართველოს ნაკრებში ჩვენთან, იმიტომ რომ არ ყავს დიდი სკამი და არ ყავს ძალიან ბევრი მაღალი დონის მოთამაშე, ასე ვთქვათ. და ამიტომაც ვიტყოდი რომ ჩემთვის ყოველივე ტრამა, ყოველი მოთამაშის ტრამა არის ჩვენი დიდი დანაკლისი. რაც შეეხება თემურის, ვიმედოვნებ რომ დაგვეხმარება, რადგან თემოს დიდი ტრამა აქვს, ვთქვათ, გაწყვეტილი აქვს ფეხი, ჯვარდინები და ასე აქვს მენისკი, რაც ძალიან რთული მოთორჩენი არის და ჭირდება ფაქტობრივად მთელი წელი, მაგრამ ვიმედოვნებ რომ რამენაირად ცოტათი მაინც დაგვეხმარება, მაგრამ რა თქმა უნდა თემოს უსურვებ ჯანმრთელობას და თუ ბოლომდე ჯანმრთელი არ იქნება, მაინც ჯობია რომ თავი შეიკავოს. რაც შეეხება ნიკუშას, ვიმედოვნებ რომ ნიკუშა დაგვებრუნდება, როგორც ვიცი ყველაფერი ძალიან კარგად მიდის მისთვის, მაგრამ ვიმედოვნებ რომ ბოლომდე აჩვენებს თავის შესაძლებლობას, რადგან მართლა
ძალიან გვაკლია უკვე ნიკუშა რამდენიმე წელია და ჩემი აზრით ნიკასთან ერთად და ყველა რომ ერთად ჩავიკრიბებით ძალიან დიდი შანსი გვაქვს რომ ნებისმიერ გუნდს დავამარცხოთ. 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე მთავარი მიზანი თქვათ რა იქნება საქართველოს ნაკრების? ჩემი აზრით საერთოდ მე არ მიყვარს რაღაც როგორც ვთქვი ლიმიტების დაწესება, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ამაში ან სპორტში ან ცხოვრებაშიც რა. ასე რომ ანუ რაღაც არ დავაწესებდი ხოთ ერთ-ერთ რაღაცა ეს არის აუცილებლად გავაკეთო, მაგრამ რა თქმა უნდა მე მინდა რომ გავიმარჯვოთ, მინდა რომ რადგან პირველი ევროპიდან მარტო მხოლოდ ერთ თამაში მოვიგეთ, ეხლა მოვიგეთ ორი და გავიეთ ჯგუფიდან. ნუ ეს იქნება ალბათ ეს ვთქვათ რეალისტური გამოსახედა რომ ვიმსჯელოთ, ანუ უფრო რომ გავიდეთ ჯგუფიდან, მაგრამ თუ ჯგუფიდან გავალთ, რატომ არ გავიდეთ ჩემ ეტაპზე პირდაპირ. თუ ერთ თამაში მოვიგეთ, რატომ არ მოვიგეთ ორი თამაში, ხო? ანუ მსგავსი რაღაცა არის ასე რომ მე არ მაქვს რაღაცა ლიმიტები დაწესებული ჩემ თავზე რომ ეს უნდა გავაკეთო აუცილებლად. შეიძლება მოხდეს ყველაფერი, შეიძლება მოხდეს არაფერი, მაგრამ ანუ თავი არის მონდომება და ბრძოლა შენი მიზნისთვის და რაც უფრო ბევრ ადამიანს მართლა გულში ექნება რომ თქვათ რომ აი ჩვენ შეგვიძლია ყველა დავამარცხოთ და ბოლომდე მოვიგოთ ეს თამაშები, ვით უფრო მარტივი იქნება წარმატების მიღწევა. 24 წლის ხარ და აი რა არის შენი მთავარი მიზანი რა ამ სპორტში? ჩემთვის მთავარი მიზანი ამ მომენტში იქნება ალბათ რომ უბრალოდ მინდა რომ საქართველოს ნაკრები რაც შეიძლება წინ გავიდეს რა რეკორდებით არ მოუხსნა და არ ყოფილა საერთოდ მინდა რომ ჩვენ დავაწესოთ ეგეთი რეკორდები. რა თქმა უნდა ამის ძალიან რეალისტური შანსი გვაქვს რომ მაგალითად აი როგორც ვითამაშოთ ევროპა, ვითამაშოთ სოფლიო, ვითამაშოთ ოლიმპიადა და დავდოთ შედეგები. ჩემ ძალიან გამიხარდება ეხლა რა თქმა უნდა პირადულზე თუ საუბრობთ, ჯერ მინდა რომ საქართველოს ნაკრებმა ძალიან წინ წავიდეს და ეს იყოს ჩვენთვის მხოლოდ ეს არის მართლა ძალიან დიდი პატივია და სულ ჩემი აზრით რომ შიდა ჩემპიონატებში ან ქვეყნებში ან ჩემოთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე ვერაფერს ვერ მივაღწიო. ძალიან გამიხარდება თუ მე შევძლებ იმას რომ საქართველოს ნაკრები პირველად ასევე როგორც ევროპაზე გავიდეთ, გავიყვანო საფრთხეზე და ასევე გავიყვანო ოლიმპიადაზე. მაგრამ რაც შეეხება ანუ ვთქვათ გუნდურ მიღწევებს მე ძალიან მინდა რომ ჩემოთა ლიგა მოვიგო რა თქმა უნდა და ასევე ძალიან მინდა რომ ანუ რაც შემოწოს თამაშობ ანუ ცოტათი შეიძლება ეგოისტურად ჟღერს მაგრამ ანუ თუ რაღაცას ვაკეთებ ყოველთვის გავაკეთო 100% და მინდა რომ ყველაფერი მოვიგო ანუ რა თუ შემეძლება რაღაცა მოვიგო აუცილებლად მინდა რომ ის ტურნირი ან ჩემპიონატი ან ოლიმპიადა ან მნიშვნელობა არ აქვს რაც თამაშობ თავარია რომ თუ თამაშობ რაღაცას მე ანუ არ მიყვარს წაგება და მინდა რომ ბოლომდე ყოველთვის მაქსიმუმი ჩავდო რომ დავეხმარო ჩემს გუნდს რომ გამარჯვებაში